უფლებების საფუძველი ადამიანის ღირსებაა. ჩვენ ვიბადებით სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების უფლებით. ამ უფლებებს ჩვენ არავინ გვჩუქნის. სახელმწიფო პირიქით, იმიტომ შევქმენით, რომ ეს უფლებები დაიცვას. ადამიანი რომ ბედნიერებისკენ ისწრაფვის, ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია, თუმცა ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება უფლებების გარეშე. უფლება აყრილი ადამიანი არ გრძნობს ბედნიერებას. შენ დღის განმავლობაში ვერც იაზრებ, რამდენ უფლებას იყენებ, შენს ოთახში რო იღვიძებ, ეს შენი პირადი სივრცის და საკუთრების უფლებაა. როდესაც ტელეფონს გახსნი და ახალ ამბებს გაიგებ, ეს ინფორმაციის მიღების უფლებაა. როდესაც დაპოსტავ, ეს უკვე გამოხატვის თავისუფლებაა. მეგობრებს რომ შეხვდები ქუჩაში, ეს შეკრების თავისუფლებაა. როდესაც სამსახურში წახვალ და იმუშავებ, შრომის უფლებას იყენებ. როდესაც კვირადილას ტაძარში წახვალ, ან არ წახვალ და სახლში დარჩები, ეს რწმენის და აღფსარებლობის უფლებაა. როდესაც ჩეკს მოითხოვ პროდუქტისთვის, მომხმარებლის უფლებას იყენებ. შაბათ-კვირას რომ ბათუმში ჩახვალ, გადაადგილების თავისუფლებას იყენებ. ამდენად უფლებები ჩვენი ყოველდღიურობაა. უფლებების დაცვა კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ღირსების და თავისუფლების დასაცავად. დღეს ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი და უბრალოდ ყველასთვის საყვარელი თამარა გურჩიანი. თამარასთან 2021 წელს მქონდა საქმიანი გადაკვეთა, მაშინ როდესაც ახალბედა ამორჩევლების პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი ვიყავი და ვერ შევძელი ამ ტრენინგზე დასწრება, რომელიც თამარამ ახალბედა ამორჩევლებს ჩაუტარა ადამიანის უფლებებზე, ვინაიდან დამემართა COVID. დასაკომპენსირებელია და დღეს მოусმენ თამარას და ძალიან მიხარია, რომ ის არის ჩემი სტუმარი. ძალიან მინდოდა რომ მოსულიყო და მიხარია რომ გამომივიდა. მოგესალმებით თამარა, გისმენთ, წარადგინეთ თქვენი თავი და დავიწყოთ პოდკასტი. დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მეც ძალიან მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო შენთან ერთად დღეს. ძალიან კარგი. მაშინ მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით და ეხლა მე რომ იურისტი ვარ, შეიძლება უფლებებზე ლაპარაკი დავიწყო უფრო სხვა პრიზმიდან, ვიდრე ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვის გასაგები და საინტერესო საკითხიდან და ჩემ დასვკითხე პირველ რიგში რომ შენ რა გაინტერესებს უფლებებთან დაკავშირებით მეთქი და ესეთი რა მითხრა, მე მაინტერესებს გავიგო პირველ რიგში რა არის უფლებაო. და მოდი თამარა გითხარი რა არის უფლება. უფლება ეს არის რაღაც ცხოვრების სტანდარტი, რის გარეშეც ადამიანი ღირსებით ვერ იცხოვრებდა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ადამიანი იბადება სიცოცხლის უფლებით, ღირსებით და ასევე აღნიშნეთ საკუთრებაც. ჯონ ლოკის მიმდევარი ხართ აშკარად. არა, მაგრამ ვიზია კი ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს ხადია. ვიღაცა იტყოდა, მაგალითად 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამერიკული, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებით იბადება ადამიანი, დაბადებით არის თავისუფალი და თანასწორი. და ესე იგი, აქედან რა გამოდის, რომ ეს არის ის პირობები, რის გარეშეც ჩვენ ვერ ვიქნებოდით თავისუფალი, ვერ ვიქნებოდით თანასწორი, ვერ გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ გავხდეთ ბედნიერი, ვერ გვექნებოდა თუნდაც კერძო საკუთრება და ვერ ექნებოდა ჩვენი ღირსება დაცული. ანუ რეალურად ამ ასე ვთქვათ ღირებულებების ირგვლივ ტრიალებს ადამიანის უფლებები. ადამიანის ღირსება უნდა იყოს დაცული, ადამიანის თანდაყოლილი თავისუფლება, ღირსება და თანდაყოლილი ასე ვთქვათ თანასწორობა სხვა ადამიანებთან მიმართებაში უნდა უზრუნველყოს უფლებების დაცვამ. მაგრამ ჩვენ რასაც დღეს ადამიანის უფლებებს ვეძახით, ადამიანის უფლებათა კორპუსი, ესე ვთქვათ, რაც გვაქვს, ეს არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არც ისე ძველია. ადამიანებს უყვართ ხოლმე რეფერირება, ესე ვთქვათ, ძალიან შორეულ წარსულში, მაშინ, როდესაც ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება 35 წელი ყოფილიყო, ან მაგალითად ქალები საერთოდ საგნებად ყოფილიყვნენ მიჩნეული, შავკანიანი ადამიანები კიდე ადამიანებად არ ყოფილიყვნენ ჩათვლილები და იმ დროინდელ დოკუმენტებზე უყვართ ხოლმე, ასე ვთქვათ, საუბარი და უყვართ ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არის ცალკეულ ქვეყნებში, ცალკეულ კულტურებში, ჩვენ ბევრი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ჩანასახიც გქონდა, რომელიც შეიძლება დოკუმენტში იყო განმტკიცებული, სამართლებრივი დოკუმენტში, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ესეთი სისტემატიზებული ფორმით, როგორც დღეს გვაქვს ადამიანის უფლებები, მეორე მსოფლიო ომამდე
არ გქონია და რატო გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესეც ნათელია ალბათ ყველასთვის, იმიტომ რომ მოხდა კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის სახით, ჰოლოკოსტის კატასტროფული დანაშაულები იქნა ჩადენილი და სწორედ იმიტომ რომ ეს დანაშაული აღარასდროს აღარ ყოფილიყო გამეორებული, ანუ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად. აი ამ ორი მიზნით შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებები. ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებული მხარეები ეს თავის მხრივ კიდევ ცალკე ირონია თანხმდებიან იმაზე რომ ამისათვის უნდა დაისაჯონ ისინი ვინც ჩაიდინეს, ვისი დასჯაც მოხერხდა რა თქმა უნდა ადოლფ ჰიტლერი, ვიცით რომ მართსაჯულების წინაშე ნიურნბერგის ტრიბუნალის წინაშე ვერ წარსდგა სამწუხაროდ. დაესაჯათ ვისი დასჯაც შეიძლებოდა და შემდეგ უკვე შეექმნათ ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები და იქ ყველგან გაემეორებინათ ერთი და იგივე პრეამბულაში რომ იმისათვის რათა აღარ გამეორდეს ის საშინელებები რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს უნდა შევთანხმდეთ რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებით და იმ ყველაფრის წართმევის უფლება რაც არ მიუნიჭებია სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს. პირიქით სახელმწიფო თავად უნდა იყოს შებოჭილი ამ სტანდარტებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული მექანიზმია უფლება? რა თქმა უნდა, კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობაა, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამართლებრივი პრინციპი. უფლებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანი თუ კი ღირსება არის ღირებულება, რაზეც დაფუძნებული არის ადამიანის უფლებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ღირსება ყველას თანაბრად აქვს, ანუ ყველა თანაბრად უნდა იყოს დაცული. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღირსება თავისუფლებასთან და თანასწორობასთან ერთად ეს არის მთავარი ქვაკუთხედები, მაშინ გამოდის, რომ ღირსება ეს არის ის მართლაც რაღაც ღვთიური რითიც დაიბადა ადამიანი, რაც არ მიუნიჭებია მისთვის სახელმწიფოს და შესაბამისად სახელმწიფო ვერ წაართმევს. ღირსებასა და ადამიანს შორის ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ. ღირსების მქონე ადამიანი არ ნიშნავს ღირსეულ ადამიანს, ხო? რა თქმა უნდა, ცხადია. ეს ქართულ ენაში ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ზოგიერთი სამართლებრივი ცნების გადმოქართულებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ და ღირსება არის ერთ-ერთი მსხვერპლი ალბათ ამისი. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი იბადება ღირსებით, რა თქმა უნდა და თუ კი ასევე ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები ეს არის სტანდარტები, პირობები, რის გარეშეც ადამიანი ღირსებით ვერ იცხოვრებდა, მაშინ გამოდის, რომ ღირსების დაცვა ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანიც და მთავარი გადამწყვეტი შეიძლება ფაქტორიც. ანუ მთავარი მაინც ადამიანი და ადამიანის ღირსება და უფლებებით სწორედ ამას ემსახურება, რომ დაიცვას ადამიანის ღირსება. და ნუ ღირსება ხა უფლებები თქვენ თქვით, რომ შეიძლება ძირითადი უფლებების ამ დოქტრინის სახით ძალიან დიდი ხნის ისტორია არ აქვს, მაგრამ ღირსება ყოველთვის იყო, არსებობდა და იარსებებს და ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერ დროს ადამიანი ცდილობს საკუთარი ღირსების დაცვას, ფაქტიურად საკუთარი უფლების დაცვას. კარგით, მოდი გადავიდეთ მაშინ რა ძირითადი უფლებები აქვს ადამიანს, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია გამტკიცებული და რომ ვუთხრათ ადამიანებს, რომ აი შენ გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, ყველამ ნამდვილად არ იცის რისი უფლებები აქვს და ახლა მე მაქვს უფლება, აი ამ ფრაზასაც ძალიან იშვიათად იყენებს ადამიანი და ჩვენს თანამოქალაქეებს გულისხმობ, საქართველოს კონტექსტს გულისხმობ, რაღაცნაირად ამ პოდკასტების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ მათ უფლება აქვთ. ბიუჯეტს თვითონ ავსებენ, ისინი არიან მთავარი ქვაკუთხედი სახელმწიფოში და მოდი მაშინ ვუთხრათ ადამიანებს რა უფლებები აქვთ მათ. ალბათ ამაზე საუბარი ცოტა მოსაწყენი იქნება, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლით, რა თქმა უნდა, შემიძლია კატეგორიზაცია გავაკეთო უბრალოდ და ვთქვა, რომ არსებობს უფლებები, რომლებიც იმდენად არის დაცული, რამდენადაც სახელმწიფო მათში არ ერევა, არსებობს უფლებები, რომლებიც იმდენად არის დაცული, რამდენადაც სახელმწიფო ერევა მათ განხორციელებაში. მაგალითად, ჯანმრთელობის უფლება არსებობს ესეთი უფლება.
სახელმწიფო თუ არ გადადგა რაღაც ნაბიჯები, თუ არ შემოიტანა მაგალითად სტანდარტები, როგორი უნდა იყოს სამედიცინო სერვისები, ჯანმრთელობის სერვისები, თუ არ იქნება ინფრასტრუქტურა საავადმყოფოების, კვალიფიციური ექიმების, ხელმისაწვდომი მედიკამენტების და ასე შემდეგ, რაც სახელმწიფოს გარეშე ვერ გაკეთდება. მაშინ ჯანმრთელობის უფლება ფაქტობრივად შეუძლებელია რომ იყოს დაცული. მაგრამ სიტყვის თავისუფლება, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ ერთხელ, იმდენად არის დაცული, რამდენადაც სახელმწიფო უბრალოდ მიხვდება, რომ მისი საქმე არ არის სხვისი გამოხატვის კონტროლი ადამიანის თუ მოუნდება იქნება ცუდი ადამიანი. თუ მოუნდება თუ მოუნდება იტყვის ცუდრავეს. ეს მისი არჩევანი უნდა იყოს, ფორმა როგორ გამოხატავს თავის სათქმელს, როდის გამოხატავს თავის სათქმელს, ვისთან ერთად გამოხატავს თავის სათქმელს. და აქ ამ უფლების დაცვა პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო უმრავლოდ თავის შეიკავოს და სახელმწიფო მიხვდეს, რომ მისი საქმე არ არის ცალკეული ადამიანი, რა სიტყვის, რა ფორმით გამოხატავს, რა შინაარსი ექნება მის გამოხატვას, ან რა ფორმა ექნება მის გამოხატვას. ალბათ უფრო აი ამ ლოგიკით შეიძლება საუბარი, მაგრამ მე რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას არის ეს ფუნდამენტური შეცდომა, ალბათ რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ხშირად უშვებთ ხოლმე. ხშირად ადამიანები როცა ამბობენ, რომ არ ვიცი, მაქვს ამის უფლება, კითხვას რო სვავენ. ხო, ხშირად იმიტომ სვავენ, რომ მართლა მიაჩნიათ, რომ უფლება ვიღაცამ უნდა მოგანიჭოს. რომ ესე იგი სახელმწიფო თუ არ დართავს რაღაცის ნებას, ამისი უფლება რეალურად არ აქვს. ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება იმაზე, თუ საიდან მოდის ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, დაშვება, რასაც ადამიანები აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ამის შეხსენება ყველას ჭირდება, რომ ადამიანი იბადება თავისი უფლებებით. ადამიანს ამ უფლებებს არ ანიჭებს არავინ. ეს ერთი. და მეორე, ადამიანს ვერ წაართმევს სახელმწიფო იმას, რაც არ მიუცია. და რაც არ მიუცია სახელმწიფოს მისთვის, ეს არის მისი სიცოცხლე, მისი თავისუფლება. მისი ღირსება და მისი უფლება, რომ ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ. ანუ ეგ რას შეიძლება ნიშნავდეს? მისი უფლება, რომ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. საკუთარი პოტენციალის გამოყენება შეიძლება იყოს იმ სახელმწიფოს მართვაში ჩართვა, რომელიც სახელმწიფოს შვილიც ხარ, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეც ხარ. ეს შეიძლება იყოს დემოკრატიული ჩართულობის ნებისმიერი ფორმა, არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში რომელსაც არ გეყალბებენ. ან ესე იგი კენჭისყრა, შენ თვითონ რო კენჭი იყარო, ან ხმარო მისცე შენთვის სასურველ კანდიდატს ყოველგვარი შურისძიების შიშის გარეშე. აი ახლა რო ყვები, უკვე სათითაო უფლებას რო ვიხსენებ, ესა ყოველდღურად ხო არ ვიმეორებთ ხოლმე ეს უფლებები არსებობს, ყველა უფლებას თითქოს შეეხნენ, ყველა უფლება თითქოს შემცირდა, ყველა უფლება თითქოს შეიზღუდა და სწორედ ალბათ ეგ არის მთავარი აზრი, რომ ბედნიერი მართლა როგორ შეიძლება იყო, როდესაც შენ ძირითად უფლებებზე და თავისუფლებებზეა საუბარი. მე მინდა რომ შემეძლოს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. მე მაგ განცდა რომ არ შემიძლია ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. ეს რამხელა პრობლემაა. აი რამდენი ხანი ვცდილობდით რომ მივსულიყავით იქამდე რომ ადამიანები დაგვერწმუნებინა არჩევნებზე სიარული არის კარგი მოქალაქეობა, აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი ნება, მაშინ ხარ შენ პასუხისმგებლიანი, როდესაც ამ უფლებას იყენებ და უკვე ვეღარ ვამბობ მე ამას. აიმიტომ კი არა რომ ესე აღარ მჯერა, უბრალოდ იმედი აღარა მაქვს, რწმენა აღარა მაქვს და ეს ძალიან ის არის რთულია. სახალბედ დამორჩეულების პროექტს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რწმენა დავკარგე, იმედი დავკარგე. იმიტომ რომ თან ასევე შეიძლება იმედი და რწმენა კვლავ გქონდეს, მაგრამ გაცილებით უფრო რთული იყოს ამ ელემენტარული რაღაცის მიღწევა, ან გაცილებით უფრო დიდი ძალის ხმევა შეიძლება გვჭირდებოდეს ამისათვის. იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი შენ რო საუბრობდი, მაშინ ვიფიქრე ზუსტად ის, რომ ადამიანის უფლებები ცალკე ხო არაფერს არ ნიშნავს რეალურად. ადამიანის უფლებები დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე უბრალოდ სასაცილოა, რომ ისაუბრო ხო ვიღაცამ თქვა ერთხელ რომ ადამიანის უფლებები ვარსკვლავებით არის ცაში, ანუ შორს არის და ვერ გათხოვს, მაგრამ გაჭირვების ჯამ შეიძლება გზა გაგინათოს. ნუ ეს ძალიან მინიმალური რაღაცაა, რაც შეიძლება ადამიანის უფლებას მოსთხოვა, ხო, რა თქმა უნდა ძალიან მინიმალურია. დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე და ფუნქციური დემოკრატიის გარეშე ადამიანის უფლებები უბრალოდ ალბათ მაღლაცაში ვარსკვლავებია მართლა, რომლებიც ძალიან შორს არის, ზედმეტად შორს იმისათვის, რომ მართლა რამე სიკეთე მოგიტანოს. დემოკრატიასთან რა კავშირშია ადამიანის უფლებები? პირველ რიგში
თუ არ არის კონკურენცია, ანუ შენ რაც თქვი, რომ მე მინდა რომ არჩევადი იყოს ჩემი ხელისუფლება, ხო? მქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ის შემიძლია ავირჩიო, გადავირჩიო და ასე შემდეგ. მეორე მონაწილეობა, ადამიანების ჩართულობა. თუ ეს არ არის, მაშინ როგორ იქნება ადამიანის უფლებები და დემოკრატიაზეც მცდარი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს, ხო? ახლა მაგალითად რო ვხედავთ როგორ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე როგორი ბედნიერია, რომ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა აღარ არის. ისინი რატო ფიქრობენ, რომ ეს მათი დროა ახლა და ეს ტოტალური უწესრიგობა, ესე ვთქვათ, რაც სამართლის უზენაესობის არარსებობას მოსდევს ხოლმე, ეგ არის მათი ჰაბიტატი და რატო გრძნობენ თავს კარგად? იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ უმრავლესობის ტირანია დემოკრატია და ჩავთვალოთ, რომ არ აღიარებენ იმას, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. და ფიქრობენ, რომ ეს მართლა და ნამდვილად მხარს უჭერენ იმ ხელისუფლებას, რომელიც ახლა აქვს ძალაუფლება. ჩავთვალოთ, რომ ეს ასეა. რას ფიქრობენ, საიდან მოდის ეს მათებური გაგებით ლეგიტიმაცია, ხო? იქიდან რომ ისინი ფიქრობენ, რომ უმრავლესობაში არიან და როგორც უმრავლესობას შეუძლიათ, რომ ესე იგი უკარნახოთ კიდევაც წესები დანარჩენებს. არავის სინამდვილეში რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ არანაირ უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ უმრავლესობაში რომ ციყვნენ და დაუშვათ ყოფილიყო რაღაცა პერიოდი, როცა უმრავლესობაში მართლაც იყვნენ, ხო? მაშინაც კი ადამიანის უფლებებისთვის პატივი უნდა ეცათ და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მხოლოდ დემოკრატია. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა და სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპი გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას. ადამიანის უფლებების გარეშე დემოკრატიული ქვეყანა შეიძლება იყოს უბრალოდ დემოკრატია და არა დემოკრატიული რესპუბლიკა, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ ვართ. გასაგებია. ფაქტიურად შემდგომ კითხვებსაც გაეცა პასუხი, მაგრამ მაინც თუ დარჩა რამე ამ ნაწილში რომ ამოვწუროთ, სახელმწიფოს კეთილინება არ არის უფლებები, ჩვენ თქვით. და ვიბადებით ამ უფლებებით და ამას ვერავინ წაგვართმევს. ეს ზოგად წესად და დაწერილ წესად შეიძლება ლამაზად ჟღერს, კარგად ჟღერს და მომწონს. დემოკრატია ძალიან მომწონს, მაგრამ დემოკრატია თან მომწონს და თან მინდა მქონდეს. და რანაირად შეგვიძლია რომ აი ეს დაწერილი, თუნდაც დაუწერელი ხა ეს ამას დაწერადი და დასჭირდება ვიბადებით ამ უფლებებით და გვაქვს მართლა ეს უფლებები. როგორ დავარეალიზოთ ჩვენი უფლებები? მე მინდა რომ ვიყო თავისუფალი. აი ეს მინდა ვიყო ნიშნავს რომ არ ვარ. და როგორ მოვახდინო ჩემი თავისუფლების რეალიზაცია? აი რაღაც აი ეს არის ყველაზე დიდი დილემა ალბათ დღეს. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ მართლა გეთანხმები იმაში, რომ ის რომ უფლებებით ვიბადებით, უფლებები გვაქვს და მათ ვერავინ ვერ წაგვართმევს, ეს რეალურად არის როგორც თეორიაში ამბობენ ხოლმე არსის და ჯერ არსის სფერო. ანუ ის რაც უნდა იყოს და არა ის რაც არის. და ბევრი ასე ვთქვათ სამართლის სპეციალისტი ძალიან შორსაც მიდის და ამბობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. ამის დაწერას რა აზრი აქვს? საერთოდ რა აზრი აქვს უფლებებს, იმიტომ რომ აი თუ ვსაუბრობდით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოვლენებზე, ვთქვი, რომ გასამართლდნენ ისინი, ვინც გამარჯვებულებმა გაასამართლეს, თორე საბჭოთა კავშირი არავის არ გაუსამართლებია, ხო, იმიტომ რომ საზიზღრობები ჩაიდინა საბჭოთა კავშირმა, რატომ არავინ არ გასამართლდა იმ 10,000-ობით ადამიანის გაუბედურებისთვის, გადასახლებისთვის და ან ხო საშინელ, ასე ვთქვათ, ბანაკებში გამომწყდებისთვის, რაც საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა, ხო, იმიტომ რომ გამარჯვებული იყო. ასევე კრიტიკა უამრავი, ასე ვთქვათ, შინაარსის კრიტიკა არსებობს ადამიანის უფლებების მიმართაც, ხო, ერთი რომ მაგალითად ევროპა ცენტრისტულია საერთოდ. კრიტიკა არის ის, რომ მაგალითად რაც ადამიანის უფლებათა ეს სისტემა, რომელიც ეფუძნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოვლენებს და ნიურნბერგის ტრიბუნალს და ასე შემდეგ, დაეფუძნა თავად იმ უსამართლო ფაქტს, რომ მხოლოდ გამარჯვებულებმა
გაასამართლეს დამარცხებული და ესე იგი გამარჯვებულებმა რაც ჩაიდინეს მაგალითად საბჭოთა კავშირმა ეს საერთოდ დარჩა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე რის შედეგებსაც სხვათა შორის ახლა ჩვენ ვიმკით ხო ასეა მაგრამ კრიტიკა კიდევ უფრო შორს მიდის და მაგალითად აფრიკელ სპეციალისტებს რომ მოусმინო ისინი ამბობენ რომ ნომინალური ჩართულობა იყო მხოლოდ აფრიკული და აზიური ქვეყნების ჩართულობა იყო ნამდვილად, მაგრამ ნომინალური ვინაიდან თავიანთი პრობლემები ჰქონდათ მაშინ ხო? ფაქტობრივად რა გამოვიდა, რომ ევროპის ასე ვთქვათ კულტურის პროდუქტია ეს ადამიანის უფლებები თავიდან ბოლომდე, ანუ ერთი კულტურიდან არის ამოზრდილი, აბსოლუტურად ევროპა ცენტრისტულია. ლათინურ ამერიკული ქვეყნები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ, აქ იგულისხმება ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების პროცესი, რომელსაც ამერიკელი თავმჯდომარეობდა იცით ელენორ რუზველტი, ამერიკის მაშინდელი პირველი ლედი. ლათინური ამერიკის წარმომადგენლები, ესე იგი, ისედაც ევროპული იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ. სოციალისტურმა ბლოკმა თავი შეიკავა, ხოლო აზიელების და აფრიკელების მონაწილეობა იყო ძალიან ნომინალური და მინიმალური. ანუ კრიტიკა ეგეც არის, რომ როგორ გავბედეთ და ვამბობთ, რომ ერთი ანუ ცალი კულტურიდან, ევროპული კულტურიდან ამოზრდილი ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ არ ვუწოდებთ ხოლმე იდეოლოგიას, როგორ ვბედავთ და ვამბობთ, რომ უნივერსალურია და ყველას თანაბრად უნივერსალური არ, მაგრამ კარგია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგია. რა თქმა უნდა, მეც ამ აზრს ვიზიარებ. თუმცა კარგი აქვთ შეუძლიათ, აი, მოახდინონ ინტეგრირება რა პრობლემა. ხო, რა თქმა უნდა, კარგია და რა თქმა უნდა, მაშინ ცივილიზაციას ვიზიარებ უნივერსალიზმის იდეას თავიდან ბოლომდე, მაგრამ სხვა, ასე ვთქვათ, სამყაროს სხვა ადგილებიდან შეიძლება სხვანაირად მოჩანდეს. გასაგები. ანუ ეს არ არის საუკეთესო რა. გურჩენი თუ გააკეთებდა ამ აქცენტს. ეს არ არის საუკეთესო რა, მაგრამ ამაზე უკეთესი უბრალოდ არავის არაფერი მოუფიქრებია, ხო, ადამიანის უფლებების უნივერსალიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი ავღანეთში დაიბადება ის თუ რა თქმა უნდა. ბრიტანეთში დაიბადა თავისუფლებით, ღირსებით და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლებით. დარწმუნებულებად ამას იზიარებენ. ავღანეთში დაბადებული ადამიანი, ვისაც უნდა რა ქონდეს უფლებები და თავისუფლებები. ხო, უბრალოდ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც მანამდე იყო, მათ შორის ის ჩააგურის და სისასტიკის პრაქტიკები, რაც ახლდა მაგალითად კოლონიალიზმს და ასე შემდეგ. თავიდან ვანებოთ ამას. მაგალითად რო შევხედოთ, ჩვენ ხო ყველას ძალიან გვიყვარს სტრასბურგის სასამართლო. ინტერამერიკული სასამართლოს პრაქტიკას რო შევხედოთ, სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ან იგივე ლათინოამერიკული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს რო შევხედოთ, რაღაც საოცრება ხდება. იქ ისეთ სიმაღლებამდე მივიდნენ უკვე ადამიანის უფლებებში, რომ ეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს ანთროპოცენტრისტული მიდგომა, რომ ადამიანია სამყაროს ცენტრში, ფაქტობრივად ცოტა არ იყო შეირყა იქ და აი ეკოცენტრისტული მიდგომა აქვს, ანუ დინარესაც აქვს უფლებები, ტყესაც აქვს უფლებები და ასე შემდეგ. რის უფლება ტყეს რო არ გაიჩეხოს? ეს ყველაფერი გამომდინარეობს ადამიანის უფლებიდან ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოზე. რაც ამ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, გაცილებით მაღალი დონის სამართლებრივ არტიკულაციას იმსახურებს, ვიდრე მაგალითად ევროპულ ქვეყნებში, ან საქართველოში ხო საერთოდ. საქართველოში საერთოდ კლიმატის კრიზისის არ ჯერა ხალხს და შესაბამისად ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემო, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ამაზე დისკუსიები ჯერ მე მგონი საერთოდ არც გვაქვს სამწუხაროდ. კი ბატონო. კარგი. ჩვენ ამ კითხვასაც ვუპასუხეთ ფაქტობრივად, მაგრამ მაინც ვიკითხავ, აი თქვათ მოვიდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ან თუნდაც უმრავლესობა 51%-მა გადაწყვიტა, რომ მას აქვს ძალაუფლება, ესე დაჭდა შედეგები, მას თუ შეუძლია 59 სრულად ჩამოართვას უფლებები და რაც კი რამ წერია კონსტიტუციაში, უფლებები მხოლოდ თავისთვის გამოიყენოს. მხოლოდ იმ 51%-ისთვის, იმიტომ რომ იმ 51%-მა დაუჭირა მხარი სრულად, ხო არ დაუჭერიათ მხარი იმ 59-ს ჩამოართვას შეუძლია თუ არ შეუძლია.
ხო, რა თქმა უნდა, სასაცილოც კი არის, რომ ასე კითხვას ვსვავთ, რა თქმა უნდა, თუ არ მეცინებ. ხო, თუ არის ადამიანი საქართველოში, ვისაც ამის თქმა სჭირდება, ну, ყოველ შემთხვევაში ისეთი, ვისაც შეუძლია, რომ არ ვიცი, ამ პოდკასტს მოусმინოს. მაგრამ არა, მე ვწდები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეც ხშირად გამიგია, მაგალითად ესეთი კითხვა, უმრავლესობასაც ხო აქვს უფლებები. კი, მაგრამ უმრავლესობასაც ხო აქვს უფლებები. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლებები. ანუ ორი ჩემი საყვარელი ასე ვთქვათ, სიტყვა, რასაც ხშირად ვიყენებ ადამიანის უფლებებზე საუბრის დროს, ეს არის ყველა და ახლა. იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ და იყო კიდევაც საქართველოში დრო, როდესაც სპეციფიკურად ესე ვთქვათ, ну, ყოველ შემთხვევაში სამართლის სპეციალისტებს შორის დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ კონსტიტუციის კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლება თანაბრად ეხებოდა თუ არა ყველა ადამიანს, ვინც ქვეყანაში იმყოფებოდა და ჩვენ ვიცით, რომ ყველა უფლება ოღონდ აქ მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა არ აქვს იმას, ვინც საქართველოში კანონიერად ცხოვრობს, ხო? არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება ვერ იღებდეს ის ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის. მაგრამ პოლიციელს აქვს თუ არა, მაგალითად, არ ვიცი, ირანის მოქალაქის უფლება საქართველოში, რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ ირანის მოქალაქის ღირსების დაცვის ვალდებულება ისევე აქვს ქართულ სახელმწიფოს, როგორც საქართველოს მოქალაქის ღირსების დაცვის ვალდებულება. არ უნდა წამოა, არ უნდა მოკლა, ანუ ეს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ნებისმიერ ადგილას აქვს ადამიანს და უნდა იყოს ის დაცული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც გაეროს წევრ ქვეყანას, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას, ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ადამიანის უფლების დაცვას ეხება. ზოგიერთი უფლების გარდა, რომელიც უკავშირდება ქვეყანასთან ადამიანის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს, ანუ მის მოქალაქეობას. ახლა იმიტომ არის ჩემი საყვარელი სიტყვა, რომ ბევრ ადამიანს გონია, რომ ზოგიერთი ადამიანის უფლების დაცვა შეიძლება უბრალოდ გადავდოთ. მაგალითად, ქალები შეიძლება იყვნენ ესეთი, ან ბავშვები. ანუ ცოტა მოგვიანებით. ქალები არ გვინდა რა, ცოტა გადავდოთ ქალების უფლების. ცოტა მოგვიანებით, როდესაც კაცების უფლებები დაცული იქნება, ან უმრავლესობის უფლებები დაცული როცა გვექნება, მე მივხედოთ უმცირესობის უფლებებს. ხედავთ, უმრავლესობა ჩვენ ვართ, 52% ვართ ქალები, ჩვენ ვართ უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ეს ქალებთან მიმართებაში არ მithქვამს. სხვა უმცირესობა წარმოვიდგინოთ, რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, ან LGBT ადამიანები, ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანისგან და ასევე კეთილი ადამიანისგან გამიგია, რომ რა დროს ეს არის. ჯერ ხო ეს პრობლემა გვაქვს, ეს პრობლემა გვაქვს, ეს პრობლემა გვაქვს. ალბათ პროპაგანდისტულ ნაწილში ვთქვამთ, თორემ მე მჯერა, რომ ადამიანის უფლებათა ნაწილში ვინმეს ღირებულებათა დონეზე ის პოზიცია ქონდეს, რომ არ დავიცვათ ვინმეს უფლება, იმიტომ რომ ის არის უმცირესობის წარმომადგენელი. ნუ მე მაგის გააზრება მიჭირს, იმიტომ რომ ალბათ პროპაგანდისტულ ნაწილში იქნებოდა პოზიციონირება, ხო? თუ იმიტომ რომ ისეთ ბევრ პროპაგანდას ვებრძვით თამარა, რომ მართლა ყველა სიტყვა მე ხდება ხოლმე რაღაცნაირად პროპაგანდის სამიზნე და ალბათ ეგ იქნებოდა სავარაუდოდ. მე მინდა ასე მჯეროდეს. ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში ნამდვილად მართალი ხარ, ესე იყო ნამდვილად, მაგრამ ალბათ ყველაზე სამწუხაროდ ყველა ამ შემთხვევაზე ალბათ ვერ ვიტყოდი. ადამიანებს ხშირად ვთქვამთ ის, რომ ჯერ უმრავლესობის უფლებები უნდა იყოს დაცული და შემდეგ უმცირესობის. და საიდან მოდის ეს მტკიცება, რომ უმრავლესობას აქვს რაიმე უპირატესობა. ჩვენ ვთქვით, აი წაღან საუბრობდი იმაზე, რომ დემოკრატია როგორ განსხვავდება დემოკრატიული რესპუბლიკისგან. დემოკრატიულ რესპუბლიკაში თუ კი შეკავების და გაწონასწორების სისტემა მუშაობს, სადაც მხოლოდ დემოკრატია გაქვს, იქ რა თქმა უნდა ყველაზე მეტად რაც გაინტერესებს, ეს არის უმრავლესობის აზრი. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც შეიძლება უბრალოდ არ ნახავდეს აბსოლუტურად მთლიანად დღის წესრიგს. და ეს დაშვება, რომ აი ჯერ უმრავლესობა და შემდეგ უმცირესობა ზუსტად აქედან მოდიოდა, რომ არ გავაბრაზოთ ეს უმრავლესობა. ეს ეხლა რა შეეხება კარგ ადამიანებს, ჩვენ კარგ ადამიანებზე საუბრობთ, ხო, მაგრამ თავშოთ საქმეში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი რატო ამბობს იმას, რომ რა დროს უმრავლესობასაც ხო აქვს უფლებები. ეს მართლა ჩემი ყველაზე საყვარელი არგუმენტი იყო ხოლმე და ხშირად, როდესაც ადამიანები ამას ამბობენ, ვაჩვენებ ხოლმე
ინტერნეტში ერთ ძალიან პოპულარულ მიმის, რომელშიც ესე იგი ნაჩვენები არის აუზი, სადაც ბიჭი მოცურავე არის აუზში და თავზე ისხავს წყალს. იმიტომ რომ აუზში საკმარისი წყალი არ არის. მართლა აუზში რა თქმა უნდა საკმარისი წყალი არის, მაგრამ ეს მიმი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ესე იგი კაცი ხარ და კაცის უფლებებს ითხოვ. ანუ როცა ხარ უმრავლესობა, რომელიც უკვე სარგებლობს გარკვეული უპირატესობებით და პრივილეგიებით, ძალაუფლებრივი უმრავლესობა დავარქვათ, იმიტომ რომ რაოდენობრივად მართლა ჩვენ ვართ მეტნი. რა თქმა უნდა, რაოდენობრივად საქართველოში ამომრჩეველი ქალი უფრო მეტია, მაგრამ ქალების რეპრეზენტაცია ვიცით როგორიც არის. და ვიცით რაც მოხდა უახლოეს წარსულში, როდესაც საერთოდ ის რეპრეზენტაციის ის წამახალისებელი მექანიზმი რაც იყო გააუქმეს საერთოდ, სწორედ იმიტომ რომ უმრავლესობა ამას ძალიან მკვეთრად და ძალიან ასე თქვა დაჟინებით ითხოვდა, რომ არანაირი წახალისება ქალებს არ ქონოდათ პოლიტიკაში. მე მგონი აქ უფრო ძალაუფლებრივი ამბავი იყო ბიზნესის ინტერესები და ნაკლებად შემზღუდავი მექანიზმები იმ ქვეყნისთვის, სადამდეც დღეს მოვედით, თორემ მე რომ მახსოვს როგორი წინააღმდეგი იყო გარკვეული კატეგორია კოტირების მექანიზმის და რომ გააუქმა ქართულმა უცნებამ, მე პირიქით თითქოს პირი იცვალა, რაღაცნაირად მოეწონათ ეს ბევრი ქალი პოლიტიკაში, ნუ ოპოზიციის მხარესაც ხო იყო ცხადია ცვლილება. მე პირიქით იყო რაღაცნაირად და მე ვერ ვიტყოდი რომ უმრავლესობას არ უნდოდა რომ მეტი ქალი ეხილა პოლიტიკაში. თუმცა დღეს უკვე პოლიტიკა რაღაცნაირად გადაიქცა კონკრეტული ერთი ძალის ინსტრუმენტად, ესე რომ ვთქვა და ერთი ძალის სათამაშო მოედნად, თორე ისე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უმრავლესობას არ უნდოდა ეხლა ეს მექანიზმი და ან აღიზიანებდა მეტი ქალი პოლიტიკაში და არ აღიზიანებდა ეს ამდენი კაცი, რა ვიცი. სუკაცებიანი პარლამენტი და საკრებულოში. მარნეულში ხო არც ერთი ქალი არ ყავდათ სანაკოტრება. ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ეს ორი რაღაცა რაც მე და შენ თქვით. ანუ რა თქმა უნდა ძალაუფლების გამტკიცება საბოლოოდ ყოველგვარი ექსკლუზიურობის მიზანი. ანუ შენ იმიტომ არ გინდა სხვების ჩართულობა არც უმცირესობის, არც ისტორიული ჩაგვრის მსხვერპლის. იმიტომ რომ შენ გინდა ექსკლუზიური რაღაცა კლუბის შექმნა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება რეალურად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. რამდენიმე ადამიანიც არ არის, მე მგონი 1-2 ადამიანია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ძალაუფლების ვერტიკალი არის საკმაოდ ისეთი სამხედრო სუბორდინაციის სისტემის მქონე. რა თქმა უნდა, ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. ამ პერსპექტივიდან ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად სწორი დაშვება არის, რომ რეალურად ეს იყო მიზანი, ხოლო საბაბი კი იყო, ასე ვთქვათ, ქალები რო ადვილად დასაჩაგრი სეგმენტი იყო უბრალოდ და ასევე საზოგადოებრივი სენტიმენტიც მათ მხარეს იყო. ანუ საზოგადოებრივი სენტიმენტი არის ის, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, ქალის ადგილი არის სამზარეულოში. სამწუხაროდ საზოგადოებრივი ხო შევცვალეთ ეს გარკვეულწილად. ცოტა ისე პოზიტიურად მინდა წარმოვაჩინო, მაგრამ მე არ მჯერა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა, ყველაფერიც ხო არის, თლად უმრავლესობა ამას არ ამბობდა, რომ ქალის ადგილი არის სამზარეულოში. უმრავლესობა ამას არ ამბობს, მაგრამ ფიქრობს და ვერ გამოხატავს. უმრავლესობა ამას არ ამბობს, მაგრამ ნახე თუ არასოდეს არ შეუქმნი ქალებს იმის წინაპირობას, რომ რეალურადაც გამოიყენოს ეს მექანიზმი. ანუ მაგალითად ფული კონდეს იმისათვის რომ კამპანია ჩაატაროს ან რაღაცა იმ სისტემებს თუ არ მოშლი რომელიც მატერიალურად ხელს უშლის მაშინ გქონდეს ის საკანონმდებლო ცვლილება და მხარი დაუჭიროს თუ უნდა უმრავლესობა მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს მაგრამ კი მეც მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ თუ უმრავლესობა იფიქრებდა იმას რომ ქალების ადგილი არის საზოგადოებრივ სივრცეებში და პოლიტიკაში, მაშინ ამის გაუქმება ასე უხმაუროდ არ ჩაივლიდა, ალბათ. ჩემი აზრით უხმაუროდ ჩაიარა, შეიძლება მევწდები. მაშინ იყო სხვა სიტუაცია, იყო სხვა რაღაცები დაემთხვა და ჩაიკარგა. მაშინ მახსოვს ერთქალიან აქციაზე ვიყავი და ბანერზე მეწერა ქალი ვიცი პარლამენტში და რაღაცნაირად სხვა რაღაცებმა ჩაკარგა და იმიტომ მოხდა ასე. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მე 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციამ კვოტირებაზე მეტი ადგილები გაითვალისწინა ქალებისთვის მე გავაკეთე ამის ანალიზი უმეტესობამ ოპოზიციური პარტიებიდან კვოტირების გარეშე მექანიზმის გარეშე მაინც შეინარჩუნა ზოგ შემთხვევაში უკეთესი მაჩვენებლები გვაჩვენა ესე რომ თქვა ქალების პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ოპოზიციაში მაინც არ იყო ესეთი მკვეთრი ასე თქვა წინააღმდეგობა ამ თემის მიმართ
მაგრამ ეს პრობლემა ყველგან არის როგორც რა თქმა უნდა. კარგი, მოდი ესეთ კითხვას დაგისვამთ. ეხა თავისუფლები რომ უნდა ვიყოთ და სიცოცხლე რომ უნდა გქონდეს და არავინ არ უნდა მოგკლას, ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ადამიანები ესე ცხადად ვერ იაზრებენ საკუთრების უფლების მნიშვნელობას. რატომ არის საკუთრების უფლება მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფლებისთვის და უფლებების რეალიზებისთვის? ანუ ეს ფინანსური შესაძლებლობები რატომ არის თავისუფლების შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანი? საკუთრების უფლება ნიშნავს შენს დაცულობას და ასევე პერსონალურ ავტონომიას. ხო, ეს გაძლევს დაცულობას და ავტონომიას და შესაბამისად ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში, სადაც სრულიად მახინჯი სისტემა არსებობდა, კერძო საკუთრება არ იყო საერთოდ და ერთ რაღაცა სოციალისტურ საკუთრებაში აკეთებდი ვითომ კონტრიბუციას და შესაბამისად მე წახალისებული იყავი, რომ იქიდან შენ თვითონ მოგეპარა და სრულიად გაყალბებულ, ასე ვთქვათ, რეალობაში გეცხოვრა. მე რას მეუბნებიან, იცი, აი ეს არგუმენტი როცა მომყავს და ვამბობ, რომ არაფერი იყო შენ კერძო საკუთრება არ ქონდა და რანაირად გრძნობდი თავს ადამიანად. კაცო, ხო ცხოვრობდი ამ სახში. არავინ მართმევდა სახელმწიფოს არ მიქონდა. აი ამას პასუხობენ ხოლმე, რომ მე რა რომ ქაღალდზე ვთქვათ იმისი იყო, ხო მე ვცხოვრობდი, მე ვფლობდი. და შესაბამისად ეს ნაკლები დისკომფორტი იყო, აი ესენ პასუხობენ და ამაზე. არა, ეს ასე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი მშობლებისგან როგორი რთული იყო ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ანუ საკუთრება იყო დაკავშირებული ჩაწერასთან, ჩაწერაზე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, ანუ ლიმიტნიკებს ეძახდნენ. რამდენიმე ქალაქში ხო ვერ იქნებოდი ჩაწერილი, ეხლა რასაც რეგისტრაციას ვეძახით, რეგისტრაციას შეიცვლი ისე როგორც მოგესურვება, ხო? და ასევე რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული უძრავი ქონების რაოდენობასთან, მაგრამ მაშინ ესე იყო. მე ნამდვილად ესე არ მოვესწარი საბჭოთა კავშირს, მაგრამ ჩემი მშობლებისგან ძალიან კარგად ვიცი ეს რას ნიშნავდა. ხშირად ადამიანებს ცხოვრების და რეალობის გაყალბება ჭირდებოდათ, მაგალითად ბიძაჩემისგან ვიცი ეს რისი გაკეთება დასჭირდა იმისათვის, რომ საკუთრება ჰქონოდა საქართველოს სხვადასხვა წერტილებში. ეხლა რაც ყველასთვის არის ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ არ იყო ჩვეულებრივი ამბავი და ასევე რასირთულების გადალახვა სჭირდებოდათ იმისათვის, რომ ჩაწერილიყვნენ გარკვეულ ლოკაციაზე. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება იყო ზუსტად ეგ შეგრძნება ალბათ, რომ არაფერი შენი არ იყო და შესაბამისად ყველაფრის ექსპლუატაცია შეგეძლო და რეალურად საზოგადოებრივი სიკეთე არ იქმნებოდა, იმიტომ რომ კერძოობა ადამიანს პერსონალური ავტონომია საერთოდ არ გააჩნდა. ამასა პატივს არავინ არ სცემდა. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა. თუმცა აი არ ვიცი ალბათ წაკითხული გაქვს ჰენრი დეივიდ თორო და მისი ასე ვთქვათ დამოკიდებულება რა იყო მიწის ფლობის მიმართ, ხო? გადასახადებსაც არ უხდიდა თავის სახელმწიფოს, იმიტომ რომ არ ეთანხმებოდა რაღაცეებში და ფუნდამენტურად სჯეროდა ამისი, რომ უნდა და გადაიხდიდა გადასახადებს და თუ უნდა და არა, ანუ ეს იმ ქვეყანაში, სადაც გადასახადები ისეთივე გარდაუვალია, როგორც სიკვდილი, ხო? ჰენრი დეივიდ თოროს აქვს მაგალითად ნათქვამი ის, რომ საკუთრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა ნიშნავდეს სიხარბეს და მაინც და მაინც იმას, რომ დაგროვებაზე, ასე ვთქვათ, მომხეჭველობას არ უნდა ნიშნავდეს. ხო, აი მაინც და მაინც ყველგან ნუიყიდი ამ დასასვენებელ დაჩას, რა ხანდახან იქირავე და ისე დაისვენე ხო ყველგან რა. ანდა შენ მეზობელს, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, რომ დაეხმარო, არაფერი არ გიჭირს. ნამდვილად. თუ გაქვს იმის შესაძლებლობა რომ დაეხმარო, რატომ არ უნდა დაეხმარო? არ გაღარიბებს. რა თქმა უნდა და ჰენრი დეივიდ თორო ასევე საუბრობს იმაზე, რომ ტყეები, მდინარეები და ასე შემდეგ, რასაც ახლა ჩვენი ადგილობრივი ოლიგარქები აკეთებენ, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ პრივატიზებული იყოს. მათ პრივატიზაციაზე რო არიან ორიენტირებული, თორო ამას უყურებდა როგორც რაღაცა რესურს, რაღაცა საერთო სიკეთეს, ხო? ალბათ ესე უნდა შევხედოთ. თოროზე სპეციალურად საუბრობ, იმიტომ რომ ცოტა ძველი მაგალითია, მაგრამ იგივე ხედვებიც დაუშვათ მაშინ ქონდათ ადამიანებს, როდესაც სახელმწიფოსგან
თავის დაცვა იყო, ასე ვთქვათ, მათთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, როდის არ არის ეგ მნიშვნელოვანი, ეხლაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა სახელმწიფოს გაუთანაბრდნენ, მაგალითად, კერძო აქტორები, ხო? და ცოტა უნდა გადავსინჯოთ ეს, გადავიკითხოთ და ხელახლა გადავიაზროთ რაღაცეები, მაგალითად, Google და Facebook-ი ყველა მიცის რა არის, ხო? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ Google და Facebook-ი მხოლოდ კერძო საკუთრებაა და მეტი არაფერი? არა, როგორ არ არის მეტი? რანაირად ის საჯარო სიკეთეც ხო არის? ხო, ამაშია საქმე. აი საქართველოს ვერ იარსებებს Facebook-ის გარეშე. ახლა ხუმრობ ცხადია საქართველოს საუკუნეები არსებობს და იარსებებს უბრალოდ დღევანდელი თანამედროვე საქართველოში ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ არსებობა Facebook-ის გარეშე. ამ ხელა მნიშვნელობა შეიძინა, ვინი ფიქრებდა, ეხლა 2008 წელს მაგ თუ 2010 წელს მაგ გახსნილი Facebook-ი. მაშინ ვინი ფიქრებდა, რომ ამ დონემდე მოვიდოდით, რომ Facebook-ი გახდებოდა ჩვენი ინფორმაციის მიღების წყარო, ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა და რა ვიცი, ყველაფერი ფინანსური შესაძლებლობაც კი ხშირად Facebook-თან არის დაკავშირებული და კომპანიები იქ რეკლამებს აკეთებენ. და გარდა ამისა, ჩვენი მონაცემები და ჩვენ მიერ მათი გამოყენება არის სწორედ მათი მონეტიზაციის წყარო, ხო? ისინი ამით შეულობენ ფულს, სხვა სიტყვებით, რო ვთქვათ. შესაბამისად, იქ სადაც ხალხი აკეთდება ფული. ხო, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, საკუთრებას, აქ ცოტა მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ცოტა სხვანაირი დაფიქრება გვჭირდება ახლა და არა იმ აბსოლუტური ცნებებით, რაც გვახასიათებს ხოლმე. საკუთრება მნიშვნელოვანი რო არ იყოს, მაშინ სოფლიოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უმეტესი ნაწილი კაცების საკუთრებაში არ იქნებოდა. მიწა, უძრავი ქონება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ქალები ამ მიმართულებით იცი როგორ რთულ სიტუაციაშიც ვართ, მათ შორის საქართველოშიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს როცა ეხება და არა უძრავ ქონებას. რატომ არის ქალისთვის მნიშვნელოვანი საკუთრება? ნებისმიერი ქალი, რომელიც ოჯახში რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, დამეთანხმება იმაში, რომ საკუთრება არის დამოუკიდებლობა, საკუთრება არის ავტონომია და საკუთრება არის დაცულობის შეგრძნება, უსაფრთხოება. კი ბატონო. ნამდვილად მნიშვნელოვანი უფლებაა საკუთრება და არა ესე მეორე ხარისხოვანი, ესე რომ თქვა, ხა ცხადია მთავარია რომ იყო ცოცხალი და ჯანმრთელი, თუმცა შენ თუ არა გაქვს ავტონომია, როგორც თავად საუბრობთ, ამ შემთხვევაში ვერ ხარ თავისუფალი. აი ხშირად გვესმის ხოლმე ესეთი ფრაზა, რომ შენი უფლება წყდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება და ეს გვესმის ხოლმე იმ ადამიანებისგან, რომელთაც უნდათ რომ ჩემი უფლება სრულიად გამოშიგნონ და მხოლოდ თავისუფლება დატოვონ. და ამ ნაწილშიც რომ ვთქვათ, ხშირად სპეკულაციის საგანი ხდება თუ არა, ეს ფაქტიურად უფლებების დაყოფა აბსოლუტურ და არა აბსოლუტურ უფლებებად და ამ კატეგორიზაციასაც რომ შევეხოთ, რას ნიშნავს აბსოლუტური და არა აბსოლუტური უფლება. ხო, რა თქმა უნდა, უფლებების უმრავლესობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდვადია. ანუ ისინი შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, როცა საომარი მდგომარეობა, ან საგანგებო მდგომარეობა გვაქვს ამის მე დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს მეხსიერებაში ეს ფაქტიც. მაგალითად, როგორ შეიზღუდა გადაადგილების უფლება COVID-19 პანდემიის დროს. რატო შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება? იმიტომ რომ შეიძლებოდა შეზღუდულიყო და ხელისუფლებამაც ხშირ შემთხვევაში ბოროტად ნამდვილად გამოიყენა ეს შესაძლებლობა. მაგრამ თავისთავად თეორიულად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელი იყო. ასევე შეიზღუდა შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაც. ამ დროს, იმიტომ რომ ამის საფუძველი, როგორც თქვით, თეორიული არსებობდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოროტად უნდა გამოიყენო ეს შენ როგორც ხელისუფლებამ. და ასევე შეზღუდვა შესაძლებელია, როცა რაღაცა სიკეთეებს სასწორზე. და ასეთი სიკეთეები სხვადასხვა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა. ამათ შორის არის ერთ-ერთი სხვა ადამიანების უფლებების დაცვა და სწორედ ამას უკავშირდება ის, რაც შენ თქვი, რომ შენი უფლებები იწყება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყება.
ანუ ყველაზე ხშირად მესმის რომ შენ რომ გინდა რომ პროტესტი გამოხატო, მე მინდა რომ ტროტუარზე გავიარო. არასდროს წინ არ გადავდგომი ვარ არავის რომ ტროტუარზე არ გაიაროს. ზრდილობიანი ხალხი ვართ ჩვენ და შესაბამისად ვისაც გავლა უნდა ვატარებთ. აი ხშირად ამ შემთხვევაში მოდის რომ როგორ შეიძლება 500 ადამიანმა იძალოდოს 1,200,000 ადამიანზე. სად დადის რუსთაველზე 1,200,000 ადამიანი მაინც და მაინც საღამოს 9 საათზე მე არ ვიცი, მაგრამ რო დადიოდეს მე ძალიან გამიხარდებოდა მაგ პერიოდში. ხო, ნუ აი ეს რეაბილიტაციის მერე იქნება იაროს. 1,200,000-მა ქართულმა დაეიარონ. იარონ. კი ბატონო, აი ამ ნაწილში მესმის ხოლმე ხშირად. ეს რა თქმა უნდა ძალიან ჰიპერბოლიზებულია და ეს ისევ იმას მახსენებს, წეღან რო ვთქვი, უმრავლესობასაც ხო გვაქვს უფლებები და მე ეს უმრავლესობა არის ბიჭი, რომელიც აუზშია და თავზე წყალს ისხავს, იმიტომ რომ აუზში საკმარისი წყალი არ აქვს. სინამდვილეში აუზი წყლით არის სავსე. რა თქმა უნდა, ხო, ესეც ძალიან გაზვიადებული არის, რომ და ესე ზოგადად ესე დიქოტომიზაცია, ხო, აი ეს რაღაცა შეპირისპირება ორი სიკეთის თეორიული არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს კონკრეტული რაღაცა სიკეთე, რომლის აწონდაწონვასაც სახელმწიფო აკეთებს. და ჯერ არ მახსენდება საქართველოს ისტორიის მანძილზე და ამ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე რამე უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ვიდრე პროტესტი. იმიტომ რომ პროტესტი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომ არ დაეთანხმოს ხელისუფლებას, ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ეს თავისუფლად ყოველგვარი შურისძიების შიშის გარეშე გააკეთოს. ამიტომ ჯერ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც რამე უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. აი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი, მაგალითად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაც კი, მე ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ადამიანების უფლება, რომ როდესაც რაღაცა აწუხებთ, ეს წუხილი გამოთქვან. ან როდესაც რაღაცაზე არიან გაბრაზებულები, ეს ბრაზი გამოთქვან. ან როდესაც რაღაცით არიან გახარებულები, ეს სიხარული გამოთქვან. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ადამიანების. აი ამაზე ვიტყვი, თუ შეიძლება, ამერიკა არის ჩემი ყველაზე საყვარელი ქვეყანა და მეტნაკლებად ვიცნობ კიდევაც აი ამერიკული უფრო ევროპა გიყვარებოდათ. ამერიკაში ვისწავლე და ეს როგორც ჩანს ეს უბრალოდ ამითი არის განპირობებული. ევროპა რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს. და იმას ვამბობდი, რომ მეტნაკლებად ვიცნობ ამ დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, ისტორიას და ჩემი ყველაზე საყვარელი დამფუძნებელი მამა არის ჯონ ადამსი, ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი. და ჯონ ადამსს აქვს ეს ნათქვამი ზუსტად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს, ესე იგი, კანონებით მართული და არა პიროვნებებით. მაგრამ ეგ რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პიროვნების კულტი არ უნდა გქონდეს, პიროვნების სუბიექტური გადაწყვეტილებები, ანუ პოლიტიკური ელიტის სუბიექტური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს გადამწყვეტი და სამართლის უზენაესობა უნდა გქონდეს. მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს ხელისუფლება არის ადამიანების სამსახურში და ამ ადამიანების უფლებებით არის შებუჭილი მისი ქმედებები. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის პირიქით. ადამიანს, ყოველ შემთხვევაში ეს უნდა, ესე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომ ადამიანს ეშინოდეს ხელისუფლება, არ ვიცი, ეგონოს არა მის მიერ არჩეული და არამედ ეგონოს, რა ვიცი, ღვთისგან ხელდასხმული, რომელიც მონარქიის მსგავსი, რომელიც არ არის გადარჩევადი, რომელიც არ ექვემდებარება κρიტიკას, ღმერთმა ესეინება და იმიტომ უნდა qvavdes ბოლომდე. რაღაც ამას დაემსგავსა უკვე ეს მართლობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება, რომ აი რაღაცა უფრო დიდი სიკეთე არსებობს და უნდა დაბალანსდეს ეს სიკეთეები, სრულიად ყალბია საქართველოში, სრულიად ჰიპოთეტურია.
იმიტომ რომ რეალურად არასოდეს ყოფილა ესე, როდესაც რამე უფრო დიდი სიკეთე არსებულა იქ. და თან მე მოვესწარი იმ დროს, როდესაც ეს დისკუსია ზუსტად ესე იყო წარმართული ნებისმიერ დიდ პროტესტთან დაკავშირებით. მაგალითად 7 ნოემბრის დროს რას ამბობდნენ? რას ამბობდნენ, რომ ბიოტუალეტები არც მაშინ არ იყო რუსთაველის გამზირზე, ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპამდე. და ადგილობრივი მოსახლეობის უფლება, რომ იქ არ იყოს, ესე იგი, ცუდი სუნი, ეხლა ეს ძალიან არასერიოზულად ჟღერს. მაგრამ ადამიანები მართლა ფიქრობდნენ, რომ ადამიანების პროტესტის უფლებას შეგიძლია შეუპირისპირო სანიტარიის და ჰიგიენის რაღაცა საკითხები. ეხლა უკვე იცით რა რაც არის მეორე ხარისხოვანი სრულიად, ხო? გადაადგილების უფლება შეუპირისპირეს. ხო, გადაადგილების უფლება, როდესაც არსებობს ალტერნატიული გზები, ხო? ეს ხო არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი ხო არ არის მთელი ქვეყანა და მთელი ქალაქი. ხო, ალტერნატიული გადაადგილების გზები თუ არსებობს, მაშინ რანაირად შეგიძლია შეუპირისპირო როგორც რაღაც თანაბარი სიკეთე. სიკეთე არის, რა თქმა უნდა, გადაადგილება. სიკეთე სანიტარიაც არის, მაგრამ არ არის თანაბარი სიკეთე. ანუ გამოხატვის თავისუფლება ფაქტურად წარმოდგენილია როგორც ყველაზე საზიზღარი უფლება, ყველაზე დასაჩაგრი, ყველაზე შესაბოჭი და შესამცირებელი. ფაქტურად აღარ არის უფლება. და ამიტომ არის მერე რომ ეს ხომ გინდა მერე რომ გაამართლო კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტებით და ხშირად გადაწყვეტილებებში ამას ხვდებით ზუსტად რომ გადაადგილების უფლება აქვთ ადამიანებს. ვიცით ბატონო რომ აქვთ გადაადგილების უფლება, თუმცა ჩვენც გვაქვს პროტესტის უფლება და შენი უფლება წყვეტს არსებობას იქ, როდესაც იწყება ჩემი უფლება და ეს ყველაზე ისეთი რთული უფლებაა რომ როგორ თქვა, როგორ აღხსნა პროტესტის უფლება ესეთ პატარა ქვეყანაში, პატარა საზოგადოებაში სადაც დემოკრატია ძალიან მოწყვლადი და მყიფეა, პროტესტის უფლების გამოხატვა არის დიდი სითამამე. დიდი, როგორ გითხრათ, აი რაღაცა ქართული სულის ყივილი, ზუსტად ვიტყოდი, იმიტომ რომ შენ რომ გაქვს უფლება არ დაეთანხმო, ქართველების უმეტესობა როგორც წესი არ ეთანხმება მთავრობას, მაგრამ რამდენი გამოხატავს ამას, ხომ? ძალიან ცოტა გამოხატავს, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული იმ რისკებთან, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ, საკუთრების უფლების დაკარგვასთან, უსაფრთხოების დაკარგვასთან და სხვა გარანტიების დაკარგვასთან, რომელიც მნიშვნელოვანია ღირსეული ცხოვრებისთვის, თუმცა ღირსეული ცხოვრება არნიშნავს ღირსების გარეშე არსებობას და ღირსება რომ არ დავკარგოთ, იმიტომ ვიყენებთ პროტესტის უფლებას და მე მინდა რომ ეს უფლება იყოს რაღაცნაირად სავსე და ისეთი კარგი უფლება გამოსაყენებლად, რომ ყველას მოუნდეს მომავალში, როდესაც ამ ყველაფერს გადავივლით და დავიბრუნებთ დემოკრატიულ ქვეყანას. ანუ თქვენ პროტესტის უფლებას, როგორც მივხვდი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად მიიჩნევთ. რა თქმა უნდა, პროტესტი არის გამოხატვის თავისუფლების მთავარი შემადგენელი ნაწილი და რატო? თუ ყველაფერში ეთანხმები, თუ არანაირად სარისკო არ არის იმის თქმა, რის თქმასაც აპირებ. რატომ უნდა იყოს დაცული მაშინ ეგ უფლება? რა დაცვა სჭირდება იმის თქმას, რასაც მთელი ქვეყანა ეთანხმება? ან რაც არანაირად შენთვის სარისკო არ არის. დაცვას რატო ექვემდებარება ეგეთი სათქმელი, ხო? დაცვა სწორედ იმას სჭირდება, რაც შოქში ჩამგდები შეიძლება იყოს, რაც ვიღაცისთვის შეურაცხყოფელი შეიძლება იყოს. მაგალითად იუმორი, ხო? ხო. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? მართლა იუმორის გრძნობაც კი დაკარგა უკვე დიქტატურამ, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ადამიანებს დევნიან იმისათვის, რაც მათ არ უთქვამთ, რაც მათ არ უგულისხმიათ და რისი განზრახვაც მათ არანაირად არ ქონიათ. მაგრამ ეს ყველაფერიც რომ ყოფილიყო სახეზე, მაინც ექნებოდათ ამის თქმის უფლება. კი ბატონო. ხო, ამას ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული აზრი არის გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი. მაგრამ გამოხატვის თავისუფლება თავის მხრივ შეკრების თავისუფლებასთან ერთად არის სამოქალაქო სივრცის ნაწილი. სამოქალაქო სივრცის ნაწილი არის, ასე ვთქვათ, ასევე მოქალაქე, რომელიც სხვა თანამოაზრეებთან ერთად შეიკრიბა და რაღაცას აკეთებს, ასე ვთქვათ, მისი ინტერესის შესაბამისად, ხო? მაგალითად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება საუკუნის დასაწყისში რას აკეთებდა? რა იყო მათი საერთო ინტერესი? ის, რომ ქართველ ბავშვებს ესწავლათ ქართული ენა, წერა-კითხვა ესწავლათ.
რუსულ სკოლებში კი არ შესულიყვნენ, რომელსაც მეფის რუსეთი ახვევდა თავზე. არამედ ქართულად ესწავლა წერა და კითხვა. ანუ პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ეს იყო, რომელმაც თვით დაფინანსებით, თვით ორგანიზებით ქართველი ბავშვებისთვის სკოლები გახსნა, რათა მათ ქართულად წერა კითხვა ესწავლათ. ასეთივე ღირსეულ მიზნებს ემსახურებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი არსებობა, მათი წვდომა მათ შორის უცხოურ დაფინანსებაზე არის მათი გაერთიანების თავისუფლება და ეს სამი უფლება, გაერთიანების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის სამოქალაქო სივრცე, რომელიც ან გაქვს სახელმწიფოში, ან არ გაქვს და თუ არ გაქვს, მაშინ დიქტატურა ხარ უბრალოდ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს საერთოდ არ უსმენ, მოქალაქეს საერთოდ ართმევს სივრცეს, მოქმედების და გამოხატვის სივრცეს. რატო Facebook-ი ხო გვაქვს იქ დავწეროთ და ეგ ჯერჯერობით. ეს ძალიან ბოროტი ხუბრობა იყო, მაგდა. შენ კი არაფერს გერჩი უბრალოდ იმ ფაქტს, რომ Facebook-იც აღარ არის ზუსტად ეგ სივრცე, რადგან ითვლება საჯარო სივრცედ, ფაქტობრივად იქაც იმ სტანდარტს უყენებენ, რა სტანდარტიც არის დაუშვათ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებასთან მიმართებაში. ის რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობას მოუვიდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, ეს შეიძლება აღიწეროს მხოლოდ ერთი სიტყვით. კატასტროფა. კატასტროფა ადამიანებისთვის. და სრულიად სამარცხვინო არის, როგორ არის ინსტრუმენტიზებული მთელი ადმინისტრაციული აპარატი ხელისუფლების და მთელი სასამართლო სისტემა. ერთი სუბიექტის ადამიანის წინააღმდეგ. სახელმწიფოში ადამიანის არის ერთი სუბიექტი, სხვა სუბიექტები ვინც ყავს, ყველა არის გაერთიანებული ამ ერთი სუბიექტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის წინააღმდეგ. იმისათვის, რათა იმ ადამიანებსაც შეეშინდეთ, ვისაც განსხვავებული აზრი არ გააჩნია და არანაირი სურვილი არ აქვს ამ განსხვავებული აზრის გამოხატვის. რა თქმა უნდა, მიზანი ეს არის, რომ ყველას შეეშინდეს, მაგრამ პასუხიც ეს არის, რომ არავის შეეშინდეს. კი ბატონო. ხო, აი ზუსტად ბოლო კითხვასთან მივედით მაგ ნაწილში, რა უნდა ქნას მოქალაქემ, როცა მისი უფლებები ირღვევა, მისი უფლებები იზღუდება, შინაარს კარგავს, კანონის გარდა, სასამართლოს გარდა, რა მორალური და პრაქტიკული ბერკეტები გვაქვს ჩვენი თავისუფლების დასაცავად, რომ არ შეგვეშინდეს. რა კარგი პასუხია, მომეწონა. თუმცა მარკეტოლოგები იტყვიან, რომ ესე მაინც არ უნდა გააკეთო ფორმულირება, იმიტომ რომ არ მეშინია შიშს მაინც გულისხმობს. კი ბატონო. ესე იგი, რაც შეეხება ძალიან კარგ კითხვას, ბევრი ადამიანი საქართველოში ამის მიმართაც სკეპტიკურად არის სხვათა შორის განწყობილი, ანუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების მიმართაც, იმიტომ რომ ამბობენ რა აზრი აქვს. მე ყველას, ვისაც ხელი მიმიწვდება, რა თქმა უნდა, ვეუბნები, რომ აზრი აქვს, ეს არის დოკუმენტირება. გავაწლები, აუცილებლად შეიცვლება ეს მდგომარეობა და ჩვენ დაგვჭირდება პირუთვნელი ობიექტური შეფასება, აღწერა ამ ფაქტებისა, რაც ახლა ხდება. ამ კატასტროფული წარმოუდგენელი ფაქტების აღწერა უნდა არსებობდეს. და იმისათვის, რომ ეს არსებობდეს, საჭიროა სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება. სულ ამას ვიმეორებ. გავასაჩივროთ? კი. სულ ამას ვიმეორებ, რომ if it is not documented, it never happened. თუ არ არის დოკუმენტირება გაკეთებული, ესე იგი არასოდეს მომხდარა. იქნებოდა იმიტომ გაანადგურეს არასამთავრობო სექტორი. ვერ გეტყვით ამას განადგურებული, ჩემი აზრით არ არის. ყოველ შემთხვევაში ის არ არის განადგურებული, ამ შემთხვევაში რის განადგურებაც მათ მოუნდებოდათ, ეგ შეუძლებელია, ხო? თანამედროვე სამყაროში. მაგრამ დოკუმენტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მათ ისინი აიძულო, რომ დაიცვან მათივე წესები. ეხლა ხო აბსოლუტურ თვითშემოქმედებას არიან მიცემულები და ისეთი ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობაში, რომელიც მე მგონი უბრალოდ რაღაც არავის არ გაუგია სამყაროში. რუსეთშიც კი შეიძლება ეს ჯერ არ მოუფიქრებიათ ასეთი რაღაცეები. შესაბამისად, კრეატიული ხალხია. კი, ძალიან კრეატიული ხალხია და დაიცვან საკუთარივე წესები, საკუთარივე სასამართლოში და ჩვენ რაც შეგვრჩება აქედან არის სულ მინიმუმ
ამ ფაქტების სათანადო დოკუმენტირება და მათი იძულება, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთონ სამართლებრივი არტიკულაცია, დაასაბუთონ, ახსნან. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს ფაქტები, როგორც რაღაცა თავისთავადი მოცემულობა. ჩვენ არ უნდა გავიგოთ ყველაფერი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მათ ჩვენ უნდა ავახსნებინოთ, მათ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აგვიხსნან და ამის დოკუმენტირებაც გავაკეთოთ. ანუ როგორ ხდება, ესე ვთქვათ, ამ უმსგავსობების გამართლება და დასაბუთება. ეს ერთი, მეორე, ამის მიღმა რისი გაკეთებაც შეიძლება, არის სოლიდარობა, ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა. განათლებაც ალბათ ერთმანეთის, ხო? ამას წინათ რაღაც დისკუსიაში ერთი აქტივისტი წერდა, ესენი მასწავლიან ამას და იყო ძალიან შეურაცხყოფილი და მე სულ მეცინება ხოლმე ამაზე, ნებისმიერ ადამიანს ესწავლება რაღაცა. და ამიტომ ის რომ ერთმანეთს ვასწავლოთ და ის რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, ის რომ რაღაცა უსაფრთხო სივრცე შევქვნათ ერთმანეთისთვის, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამას აკეთებენ ყველგან, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ძალიან დიდი მოულოდნელობა დაატყდათ თავს და ერთადერთი იქაც რასაც აკეთებენ, ეს ორი რაღაცაა. ერთი რომ საბედნიეროდ მათ უკეთესი სასამართლო აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რომ სასამართლოს მიმართონ და ამ ყველაფრის დოკუმენტირება გააკეთონ და ეცადონ რომ პასუხი, ასე ვთქვათ, მოსთხოვონ თავიანთ ქმედებებზე, მათ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს და მეორე რომ ერთმანეთს დაუჭირონ მხარი და ირწმუნონ რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დამთავრდება. ეს არა, ამერიკაში თუ რაღაც არ მოსწონთ აუცილებლად დამთავრდება, მაგრამ ჩვენთან მასე ვერ ვიტყოდით და რა შედარებაა საერთოდ ამერიკის სასამართლოს შეუძლია რომ გააუქმოს ნებისმიერი პირის გადაწყვეტილება და გაუქმებია და ანუ შედარებაცა ჩვენ ბევრად ცუდად დავართ. შედარება შეიძლება უადგილო იყოს, მაგრამ ამერიკელებსაც ეგონათ რომ 2016 წლის კოშმარი აღარ გამეორდებოდა, მაგრამ გამეორდა და უფრო მაგრადაც შეუტია. და ამერიკის შეერთებულ შტატებში 70-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილება რომ ვეიდის წინააღმდეგ იცი რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, ანუ იქაც არ არის ყველაფერი ისე კარგად როგორც ჩვენ გონია. ამერიკის უზენაეს სასამართლოში უკვე არის სერიოზული, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ცვლილებები, რომლითაც ნამდვილად არ არის ბედნიერი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამერიკელი ქალები არ არიან ბედნიერები და ცოტა ხანში ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ იქნება ბედნიერი, თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდება. ხო, მაგრამ ამერიკაში ყველაზე ფუნდამენტური არ არის გაუქმებული არჩევნების უფლება არ არის გაუქმებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის ბოლოს მივიდივართ მაგამდე, რომ არჩევანის უფლება თუ გაქვს, ყველაფერს ეშველება და ყველანაირ უფლებას აღიდგენ, მაგრამ ეგ თუ არ გაქვს, მორჩენილია ამბავი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თამარა სტუმრობისთვის. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა და მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი საუბრის თემატიკა არის ასეთი, რომ ადამიანი პირველ რიგში უფლებას ფლობს ღირსების დასაცავად, ღირსება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რის გამოც ჩვენ ადამიანები უფლებების რეალიზებას ვახდენთ, საკუთრების უფლებაზეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ადამიანს რომ ავტონომიურობა და უსაფრთხოება ჰქონდეს, სწორედ ამიტომ არის საკუთრების უფლება მნიშვნელოვანი. უმრავლესობასაც ხომ აქვს უფლებები, თამარამ ამაზე გააკეთა აქცენტი, უმრავლესობასაც აქვს და უმცირესობასაც აქვს და არ შეიძლება ესე შეპირისპირება ერთი ადამიანის უფლებაც დასაცავია, საერთოდ რომ ერთი იყოს და ერთი დარჩეს და ასევე ვისაუბროთ იმაზე, ჩემი უფლება იწყება იქ, შენი უფლება წყდება იქ, სადაც იწყება ჩემი უფლება. ამ საკითხზე და ვთქვით, რომ ეს არ უნდა გახდეს კონკრეტული უფლების სრულად შინაარსობრივი გამოშიგვის საფუძველი, უფლებამ უფლებობა უნდა გააგრძელოს და არ ნიშნავს რომ სრულად შეიძლება რომ ის შეიბოჭოს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე და ყველა იურისტი ვინც აქ მოდის გვეუბნება რომ გასაჩივრება არის გამოსავალი დოკუმენტირება და დარღვევების აღრიცხვა და ოდესღაც აუცილებლად ამ ყველაფერს ექნება მნიშვნელობა და შეიძენს ძალიან საჭირო ხასიათს. დიდი მადლობა თამარა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ამას ველოდი კიდევაც და დიდი მადლობა ამ შინაარსობრივი პოდკასტისთვის, რომელიც თქვენ დღეს ჩვენ გვაჩუქეთ. გამოიწერეთ ახალი არხი მოქალაქე, გვისმინათ, გვიყურეთ და გაიგეთ ახალი ადამიანის უფლებებზე და სახელმწიფოს შესახებ.
მადლობა დიდი.